წელს ცოტა განსხვავებული ფორმატით გვიხდება შეხვედრა ჩვენს მომავალ სტუდენტებთან. სამწუხაროდ პროგრამების დიდ ნაწილზე წელს ასე ვთქვათ შეგვიზღუდეს მიღება, მაგრამ ჩვენ ამ პროგრამების მნიშვნელობიდან გამომდინარე აუცილებლად გავაგრძელებთ კიცე აკადემიურ პროტესტს იმისათვის, რომ დავიბრუნოთ ეს პროგრამები, რომლებიც ამ 20 წლის განმავლობაში ილიას უნივერსიტეტში იქნებოდა ერთი ძირითადი მიზანდასახულობით, რომ გქონდეს უკეთესი საზოგადოება, უკეთესი ქვეყანა, უკეთესი რეგიონი და ზოგადად უკეთესი სამყარო. ზოგადად მგონია, რომ მეცნიერება არის ერთ-ერთი ის ყველაზე საინტერესო სფერო, რაც გულგრილს არც ერთ სტუდენტს არ დატოვებს. ამიტომ შემდგომ დაახალთაობას სტუდენტური ჭრილში გესურვებთ ძალიან დიდ წარმატებებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. შტაბილების შეშლად, იმიტომ რომ რეალური საქმიანობა არ ამოიწურება იგივე განათლების გადაცემის. ხო, ეს არის კერვა, ეს არის მეცნიერება, ეს არის საგაუმრთებლო საქმიანობა, ძალიან ზიგასაკრებია თუ ის შეეწირება ვითომ რეფორმას, რომელსაც ჩვენი სახელმწიფო ატარებს და ეს არის კატასტროფა, როცა ქვეყანა კარგავს ესეთი მაღალი დონის უნივერსიტეტს. ძალიან საინტერესო გამოფენა გამოვიდა, სხვადასხვა ასაკის, სხვადასხვა ინტერესების ადამიანები მოვიდნენ. თავად ნახეს ის პროგრამები, რომელიც მართლაც უნიკალურია. ამ ქვეყნისთვის, ამ 20 წლის მონაპოვარს აუცილებლად დავიცავთ და გავაგრძელებთ.